ბათუმი მელიქიშვილის 10 მეორე საჯარო სკოლის წინ არის საცხობი. ჩვენ უკვე გადავიღეთ საცხობი, რომელიც გვერდით არის და სამართლიანობის პრინციპით ვიხემძღვანელეთ, რომ თუ ერთ საცხობს ვიღებთ, რატო არ უნდა გადავიღოთ მეორე? ანუ ვიყავით Natural Food Plus-ში და ეხლა შევედით საცხობი საამოში. ჩვენ გვერდით ობიექტზე ვიყავით და დავინახეთ ეს ობიექტი პრინციპში ერთია ცუდი, რომ აი მოულოდნელობის სინდრომი ნამდვილად დაკარგულია. კი ბატონო, ვიცი რომ დენებია, მაგრამ ეს სხვა რამეს ვეძებ და რასაც ვეძებ ის ვიპოვე. თქვენ თვითონ მოდით, შეგიძლიათ? და ჩახედეთ აი აქ რა ხდება. არაკნები ყავს? არა ყავთ. ნუ აქ დრები არის და იმედია რომ არა ყავთ. როგორ მეშინია ნეტა იცოდეთ. სახურება და მართლა დასვენებული ვართ მაგადგან. კი ბატონო, იმედია ასე იქნება, იმიტომ რომ ყველაზე აი იატაკი მოწესრიგებული გაქვთ, ჭერი მოწესრიგებული გაქვთ, კედლები მოწესრიგებული გაქვთ, ბუყურები, დედაპირები რომ მოსაწესრიგებელია ფაქტია და საქართველოს კანონმდებლობით აი პრესის აპარატს ჭირდება დაცვა, უკვე ამის შესახებ არსებობს კანონი შრომის უსაფრთხოებისგან გამომდინარე და ამ აპარატს ჭირდება შესაბამისი მოწყობილობა, რომელიც დაიცავს მომსახურე პერსონალის ხელებს დაზიანებისგან. რაც არ მომწონს, ეს არის აი ეს ფორმები, კონდენსატი საიდან იქნება, არა აქვს მნიშვნელობა, აი ესეთი იქნება თუ ფორმები მექანიკურად უნდა სუფთავდებოდეს აუცილებლად. ეს არის აუცილებელი მოთხოვნა კანონის, ეს არის საპირფარეშო, ნუ აქ უფრო კარგი სიტუაციაა საპირფარეშოში, თუმცა კარგი ვერ არის მთლიანად, მაგრამ აი უყურებ მღრღნელების საწინააღმდეგო მოწყობილობებს არის ნამდვილად და აი ეს ძალიან დიდი ბოდიში, აქ რას რეცხავთ? საპირფარეშოში რას რეცხავთ? და დანას რისთვის ხმარობთ აქ? აი, ქვემოთ თუ აქვს რაიმე თქვა ძირებზე გამოსაფხე კი იმ შემთხვევაში ხმარობს მაგას, თორე ჩვენ რაც გვაქვს სამზარეულოზე. ამასაც გამოსაფხეკად ხმარობთ? ამასაც გამოსაფხეკად ხმარობთ? ამასაც? მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ აქ სხვა რამესაც რეცხავთ. ესეც გასაწმენდი გაქვთ, ნახეთ, ძალიან მტვერიანი არის, გასაწმენდი არის, აი ნახეთ შიგნით. ძალიან ბევრი ზედმეტი ნივთია და ზუსტად ეს იწვევს ტარაკნების ჩაბუდებას. იმედია რომ არ არის ნამდვილად, არ ვიცი. ვერ გეტყვით, ყოველ შემთხვევაში კვალს უყურებ. საცხობი საამოს პროდუქცია მოწესრიგებული ვიტრინებია, აქ არის უკვე ფუნთუშები, ღვეზელი, ნამცხვარი, ძირითადად საკონდიტრო პროდუქცია, თუმცა მე როგორც ვიცი, ქალბატონ როგორი პროდუქციაა, კარგია? გადასარევი. თქვენ მოგწონთ, ხო? გემრიელია. ძალიან გემრიელი და აჰა. აი ნახეთ, ხელთათმანებით მუშაობს გამყიდველი, ანუ ხელით არ ეხებით. გადასარევია მართლა. კარგით, ხელით არ ეხებიან. აი სამშობიაროდან მოვდივარ აქანი რომ ვიყიდო, კარგია და ბავშვი სხვას არ გზა სამშობიაროდან საცხობამდე. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი რაც გეთანხმებით. კი. აგერ ნახეთ ღვეზელი, ხაჭაპური, პიცა, ჰოთ-დოგი, საცხობის ტრადიციული პროდუქცია, ფასები არის საკმაოდ მისაღები, მაგალითად ლობიანი, ფენოვანი ღირს 3.5 ლარი, ღვეზელი 2 ლარი კარტოფილით, არის ასევე დონატი, ეს უკვე მომძრალია და ვერ ვხედავ აქ ფას, მაგრამ აი რაც არის ინგრედიენტებიც კი არის, ანუ როგორც ხასპის მოთხოვნა ზუსტად ისეა ჩამოთვლილი რა ინგრედიენტებისგან შედგება ეს პროდუქცია. არ ვიცი, აბა ეხლა რას გვეტყვის მადონა შიგნით რა ხდება, მაგრამ გარედან საკმაოდ მისაღები სიტუაციაა. მღრღნელები რო არ არის, ვუყურებ, მაგრამ ტარაკნები მაინც მეეჭვება. იმედია რომ არ არის და ის დარჩენილი უბრალოდ დენებს ვერ ვეხებით, ჩვენ კალები ვართ და მართლა ვერ ვეხებით. ყოველ შემთხვევაში ძალიან გთხოვთ, რომ უფრო ყურადღებით იყავით. კიდე რა მინდა გთხოვოთ? აი რას უნდა დაუკვირდეთ და მიაქციოთ ყურადღება. აი ჯვარედინ დაბინძურებაზე, როდესაც არის საუბარი. ცომი დადებული გაქვთ და ცომი ამოდის, კი ბატონო, თუ ასაწონათა გაქვთ, აი ეს სად არ არის ნამყოფი. ეს სად არ არის ნამყოფი. ძირსაც იდო, აი აქაც იდო, ყველგან აბსოლუტურად დებთ, ხო? თვითონ აი
თხილა არის ბინზური და ცომს ედება. ცომს ხო ვერ გარეცხავთ ვერანაირად. აი ვითომ ყველაფერი გაკეთებულია, მაგრამ ამ დროს აი ძალიან ბევრი რამეა კიდე გასაკეთებელი. იმდენად მოუწესრიგებლად არის ყველაფერი და იმდენად მიყრილი და მოყრილია, რომ აი არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებ. აი ესეთი დეფროსტაცია არასწორია, ის ხშირად ტიპტივებს პროდუქტი. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ასე. ეს უნდა ღვებოდეს, ჯამზე უნდა იყოს ისე დადებული დასურეტილ ჯამზე, რომ სისხლში არ ტივტივებდეს, იმიტომ რომ მიკრობთა რაოდენობა ძალიან მკვეთრად იზრდება და პროდუქტი შეიძლება გაფუჭდეს. რამდენი ხანია ხორცს შენახვისვადა? მით უმეტეს გატარებულს, ხახვიანს და მწვანილიანს. შეგავაკეთე. 2 დღე ღამე აქვს ხორცს შენახვისვადა, როდესაც ნედლი ხორცია და ასე დამუშავებულ ხავში შეკმაზულ და მწვანილში ხორცს თუ კი თერმოდამუშავება არ მოხდა, მას აქვს საათობრივი შენახვისვადა. ვადებთან დაკავშირებით პრობლემა გაქვთ. არა გაქვთ სწორად დათარიღებული ვადები. აი ეს არის არასწორი, არასრული ეტიკეტირება, ნახეთ. ამ ეტიკეტს ძალიან ბევრი რამე აკლია, მაგრამ ეს დაჯარიმება არის უცად ეროვნული სააგენტოს ვალდებულება და მოვალეობა. და დეტალური კონტროლიც. პრინციპში მე დავამთავრე, ვადებთან პრობლემაა. პარაკნები კითხვის ნიშნის ქვევით ხდება, გვერდით ობიექტზე იყო და აქ ვუყურებ, რომ კუდრები არის ერთ ადგილას, მაგრამ ახლა ესე ცოცხალ პირობებში მათი მოძებნა, როდესაც ასეთი ქაოსია, ცოტა რთულია. აბსოლუტურად გასაგებია, რომ როდესაც ბავშვი სკოლიდან გამოდის, ის შემოდის შემდეგ საცხობში, ყიდულობს თავისთვის გემრიელ ფუნთუშას თუ ხაჭაფურს თუ ღვეზელს, ამიტომ განსაკუთრებით, ყურადღებით, რუდუნებით უნდა შევამოწმოთ და ვნახოთ ესეთი ობიექტები. იქ, სადაც ბავშვები იკვებებიან, იქ, სადაც აი ნახეთ რამდენი ბავშვია ჩემს თვალ წინ, აბა სახალხო კონტროლს გაუმარ? ჯოს! გაუმარ? ჯოს! გაუმარ? ჯოს! სახალხო კონტროლი თქვენი ინტერესების, თქვენი სისუფთავის და ხარისხის სადარაჯოზე დგას.